სულ ადგილა იმშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, დადგა შაბათი დღე და რა კარგია რომ ვართ პირდაპირ ეთერში, გამარჯობა მარიამ. მოგესალმები, ნიკა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, დილის ლაივიდან უკვე მივესალმეთ, თუმცა რა თქმა უნდა შუადღის ლაივზე. დაგენაღურება. მივესალმები ჩვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებელს და მივესალმები რა თქმა უნდა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს. მოგესალმები. გამარჯობა სტუმრებო. ქალბატონი ნანა ჯანელიძე, ბატონი გოგი ალექსი მესხიშვილი, ქრონიკებზე ვარიან დღეს ჩვენთან სტუმრად. და ჩვენი გადაცემის თემაც რა თქმა უნდა პროტესტი. უცვლელი, კი ბატონო, პროტესტი და ჩვენს ეთერშიც რა თქმა უნდა იგივე თემით ვიქნებით, სხვა გზა არ არსებობს და კარგ ვიქნებით მართლები, რომ რაღაცა გვერდი აუაროთ ამ ამბავს, თუმცა მაინც რაღაცნაირად ესე ვართ ოპტიმისტურად კარგ ხასიათზე მიუხედავად იმისა, თუ რა საშინელებები ხდება ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო და პროტესტი არის ყველგან აბსოლუტურად, ეს არის სამსახურებში, ქუჩებში, უნივერსიტეტებში, დარბაზებში, თეატრებში, თუ მის გარეთ და სწორედ შევჩერდეთ მოდით დღეს თეატრზე, დღეს იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ასე საპროტესტო აქცია მანიფესტი გამართა და მიზეზი რა თქმა უნდა უკანონო პოლიტპატიმრებია და ისინი დღეს უკვე ბათუმიდან იღებენ გეზს ასე ვთქვა და პირველი საპროტესტო მანიფესტი იქნება მათი გასვლითი ბათუმში ხო უკვე ზუგდიდში გადაინაცვლებენ და შემდეგ რა თქმა უნდა მოიცავენ დარწმუნებული ვარ სრულიად საქართველოს მოისმენენ მათ აზრს ადგილობრივების, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო ისინი ყოველთვის უსვამენ ხაზს, აი და თოდოიაშვილსაც ცოტა ხნის წინ უსმენდი და სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ მე მინდა მოვისმინო მათი, რომ გავიგო, რა აწუხებთ, რას ფიქრობენ, როგორ ხედავენ ყველაფერს და თან მით უმეტეს რომ მოგეხსენებათ რომ ქალბატონი მზია მაღლობელი სწორედ რომ ბათუმში არის და ის ერთადერთი ქალი, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს, ხო ხო. მე-20 რუსთავის ციხეში თუმცა ბათუმელია, და მე-20 დღეა უკვე მისი შიმშილობის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებთან არის უკვე დაკავშირებული და ძალიან ცუდი არ ვიცით უბრალოდ მისი რეალური მდგომარეობა როგორია. აი ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი თანაწამყვანი ანა და ასევე ახალი თეატრის მსახიობი ჩაგვერთვება ცოტა ხანში გზიდან. ჯერ კიდევ გზაში არიან და ცოტა ხანში მანამდე კი ბაჩოსთან და გზაში იყვნენ ახალი დაზრობები და მანამდე კი ჩვენს სტუმრებთან გადავიდეთ შეკითხვით რა აი არც ვიცი აი ამდენი დღეა ხო ამ თემაზე ვსაუბრობთ მართლა უკვე კითხვებიც კი ამოიწურა იმდენად ყველაფერი ნათელია და იმდენად აშკარაა და რა ვიცი აი ზედმეტი სიტყვებიც კი არ ჭირდება ამ ყველას მაგრამ მაინც ჩვენი მოვალეობა რომ ვისაუბროთ და ვისაუბროთ ბევრი რომ ადამიანებთან მივიტანოთ აზრი და რა ნიშნულზე დგას ჩვენი ქვეყანა აი დღეს როდესაც აი თეატრის მსახიობები რომ თეატრიდან გამოდიან და ქუჩაში გადადიან უკვე საპროტესტო აქციები და ტურნეებით ძალიან მძიმეა ჩემთვის პირადად და მე დარწმუნებული ვარ თეატრის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? ნანა. მე კიდე მგონია რომ ეს არის არაჩვეულებრივი რომ ისინი გამოვიდნენ გარეთ და გაიგონეს ფაქტიურად ქვეყნის ხმა. და რა არის საერთოდ კულტურა და ხელოვნება? ეს არის ყოველთვის ის, რასაც ერის სული გრძნობს. და თეატრმა ამ შემთხვევაში ყველაზე სწრაფად, მკაფიოდ და არაჩვეულებრივად უპასუხა მე ვიყავი მანიფესტზე. არ ვიცი ეს რა იყო, ეს იყო საოცრება, ეს იყო ერთობა სცენის და მაყურებლის, ტრაგედიის და კომედიის, ახალგაზრდობის და ენერგიის, სათქმელის და ტკივილის. და არაჩვეულებრივია რომ გდოვის ეს მიაქვს ბათუმში და იქიდანაც ესმის, იქიდანაც გაიგებს და საერთოდ ისე გამაკვირვა მისმა სიტყვებმა და თუნდაც ისე მომენატრა რომ მე მინდა მოვისმინო ისინი რას გვეტყვიან, იმიტომ რომ ხო არავის არ ესმის რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ვინც უნდა გაიგონოს, ხო? და დოვის უნდა რომ იქიდან წამოვიდეს, ანუ ეს არ იქნება მხოლოდ მათი სპექტაკლი, ეს იქნება უკვე ბათუმელების სპექტაკლი, მათი სათქმელი. და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ აი ამ სათქმელში დოიმ აი მსახიობები დამამახსოვრდა როგორ კითხულობდნენ მონოლოგებს
ადამიანების გაჭირვებაზე, პენსიაზე, ხელფასებზე, თავის პირად ისტორიებს იქ ყველა მსახიობის საოცარი იყო, პირადი ტკივილით და საერთოდ ამ სოციალური პრობლემები და უცებ აღმოჩნდა, რომ თეატრი მართლა არის ერის სარკე, ქვეყნის სარკე და ძალიან მინდა რომ აი ამ ადამიანებმა ვისაც არ უნდათ ამის გაგონება ცალი ყურით მაინც დაუგდონ ყური რამხელა ტრაგიზმი რამხელა ენერგია და რამხელა იმედიც იყო ამაში ეს არის ჩვენი სათქმელი ამიტომ ყოველთვის ხელოვნება არის ერის სულის ამოძახილი და არ უნდა დაგვავიწყდეს ეს ასე რომ დიდი მადლობა იმიტომ ეშინიათ ხელოვანი ხალხი რასაც იმიტომ ეშინიათ იმიტომ ეს არ არის აი საოცარია რა ილიას სიტყვა ეს კლასიკოსები ხა როგორც ცოცხლება ჩვენში კიდევ ერთხელ რომ მე სამნიშნავს და ერი მზრდის აი ხლა ეს ხდება ჩვენ წინ ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე აქტი დიდი მადლობა დოის მის თეატრს მის ყოველ მსახიობს და მგონია რომ რაღაცა სხვა თეატრებიც ალბათ რაღაცნაირად უპასუხებენ მას და მინდა კიდევ მაინც თქვა მზია ამახლობელზე მზია ამახლობელი ხა ჩვენთვის არის ეროვნული გმირი, ზნეობრივი გმირი. ჩვენ დიდი ხანია გვენატრება ზნეობრივი გმირი და გაჩნდა ქალი. ესეც ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ქვეყანაში ქალი უნდა გაჩნდეს ზნეობრივი გმირი და თან აი ასეთი ქალი და სულხან ანტიგონე მახსოვდება, როგორც კრეონს შეებრძოლა და ანტიგონემ გაიმარჯვა, მიხოლის ცოცხლად დამარცხდა. ანტიგონემ გაიმარჯვა. და აი ეხლა ამ ბრძოლაში მზია ამაღლობელი შესული და შუშანიკეც კი გამახსენდა, ხო? და ჩვენ იცით რა უნდა პატივი ვცევთ აი ამ წამს. ჩვენ თვალწინ ეხლა იბადებია დიდი გმირები, რომელთა სახელს შემდეგ ასობით წლის შემდეგ შემოინახავს ქართველი ერი. ამიტომ ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ და ეს ჩვენი წამებიც დავაფასოთ. აი ის, სადაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ ტრანსფორმაციის ქვეყანაში, ახლის დაბადების ქვეყანაში, ახალი სხეულის, ახალი საქართველოს დაბადების დროს და ეს არის მშობიარობის ტკივილები და ეს არის ყველაზე მძიმე, მაგრამ სიხარულის წინა ტკივილები და ეხლა ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადოს და ჯამთელი გაიზარდოს. ანუ ახალი საქართველო. ნანა როგორ ვიყავ. და თეატრზე ილაპარაკე და ხაზზე არის ახალი თეატრი ძვირფას სტუმრები. მოგიხდით და დაგიბრუნდებით აუცილებლად ჩავრთოთ გზიდან. კი ბატონო, ჩავრთოთ. აი გზა. აჰა. ანა, მოკლედ ახლა გზას ვხედავთ კადრში. ახალი თეატრი მიემართება დასავლეთისკენ, კონკრეტულად კი ბათუმისკენ. ანა, მოგესალმებით. მე მგონი რიკო. დაგვენახეთ ერთი. სულტეხილს გადიხარ? მოგესალმებით. ხედავთ, გესმით ჩემი? ხედავთ და გვესმის. ანა, მოგვიყევი ანა, მოგვიყევი რა ხდება, რა განწყობა, არ ვიცი გესმის თუ არა ჩემი, მაგრამ დღეს რას ნახავს ბათუმის მაყურებელი? გადავუხადო ალბათ ნანას იმ სიტყვებისთვის, რაც გააჟღერა იმ გვერდში დგომისთვის, ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება განწყობას, არის ამაღლებული, ცოტა უცნაური, მე მგონი დაბნელ და გვირაბში ვართ, მაგრამ ძალიან კარგია ეს ყველაფერი პირიქით. ხო, იცი რა, ცოტა უცნაური შეგრძნება, ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ეს პირველი მანიფესტი, რაც თეატრის წინ იყო, იმიტომ რომ ახლა რეგიონებში მივდივართ ხალხთან, მივდივართ იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი უთხრათ და აუცილებლად მათ მოვუსმინოთ. სულ ამას ვამბობ და კიდევ გავიმეორებ და არ დავიხლები მადლობის თქმით მაყურებლის მიმართ, ძალიან დიდი მადლობა თეატრის მაყურებელს იმ გვერდში დგომისთვის, რასაც ბოლო პერიოდია ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენ თითოეული მათგანისგან და რომ არა ისინი არც ერთი ჩვენი ნაბიჯი არ იქნებოდა ისეთი მტკიცე და მიზანმიმართული როგორიც არის და რა შედეგსაც ვიღებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტ შედეგს მივიღებთ კიდევ გვირაბში შევედით მე მგონი ზალში ქობავა მინდა რომ შემომიერთდეს ზალიკო გამარჯობა გამარჯობა რა განწყობაა და რას ველოდებით და რას ვაკეთებთ განწყობა კარგია განწყობა ასე ვთქვათ ენერგიულია თუმცა შენ თქმის არ იყოს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც არის ამ განწყობასთან ერთად ის პასუხისმგებლობაც ახლავს იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ისეთ ულამაზეს კუთხეს როგორიც არის აჭარა და ველოდებით
მათთან შეხვედრას, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვთქვით და როგორც დავაანონსეთ, ჩვენი მანიფესტი იყო, რომელიც ჩვენ თეატრთან გავმართეთ, მაგრამ ეს მანიფესტი არის ყოველთვის ცვალებადი და ყოველთვის მოძრავი, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა გვინდა რომ ჩვენ რეგიონებში მივიდეთ, მოусმინოთ იმ ადამიანებს, რაც უხებთ, ასევე ჩვენიც გავაგონოთ, რათა უფრო მეტი სოლიდარობა მოხდეს, უფრო მეტი შეთანხმება მოხდეს, უფრო მეტი დაახლოვება მოხდეს იმ აზრების, იმიტომ რომ თეატრის მაყურებელი არის ძალიან მრავალფეროვანი, ხო? ყოველთვის მოდიან აზრითაც, იმ აზრითაც, მაგრამ ეს აზრები მე სადღაც იკრიბება, აი ზუსტად ამ პროცესში ვართ და ჩვენც. როდესაც ჩვენ მივდივართ რეგიონში და ვხვდებით სხვადასხვა კუთხის ადამიანებს, ეს იქნება დღეს აჭარა, ხვალ სამეგრელო, ასე რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენთვის ძალიან დიდი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, როგორ შევხვდებით ჩვენ მათ და როგორ შევხვდებიან ისინი ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. დოი, შეიძლება შენთან მოვიდე? აბა. პირველ რიგში როგორი განწყობა მინდა მითხრა და თან მიზნებზე რომ ვისაუბრი, რა არის მიზანი ამ მანიფესტის, რომ უთხრეთ მაყურებელს ძალიან ბევრს აინტერესებს და ჩდება ეს კითხვა და მოლოდინი. გამარჯობათ, მივესალმები ყველას და განსაკუთრებით მივესალმები აჭარას და ჩემო მართლა ყველაზე უძვირფასესო მაყურებელო. გელოდებით ყველას, იმიტომ რომ რამდენჯერაც გასტროლით ჩამოვსულვართ ხოლმე, გადაჭედილი იყო ყოველთვის იქაურობა. გელოდებით ყველას, გელოდებით, იმიტომ რომ მართლა თქვენ მოგისმინოთ და მე უკვე ყველას გავაგებინოთ ის პრობლემები, რა პრობლემებიც არის. ეს არის თეატრის მანიფესტი და თეატრის მთავარი დანიშნულება მართლა არის დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ უნდა შედგეს ეს დიალოგი, უნდა დავიწყოთ ეს დიალოგი და ყველაფერი იქნება კარგად. განწყობას რაც შეეხება დიდებულ განწყობაზე ვართ და ძალიან მიხარია, რომ ეს ტური დავიწყეთ, იმიტომ რომ თეატრი უნდა იყოს აქ და ახლა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იქ რა მოხდება, მე თვითონაც არ ვიცი, ვინ სპიკერები გამოვლენ, მე თვითონაც არ ვიცი და ვინ რა ტექსტები ექნებათ, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ეგ გვაინტერესებს. ამიტომ ყველას გთხოვთ, ყველას, რომ რაღაცნაირად მობილიზდეთ და ეს არის სოლიდარობის რაღაცა აქტი, როგორ იცავს თეატრი თავის ერთჯარისკაც და ეს გახდა გადამდები და ეს გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის ჯაჭვი. ყველას დიდი მადლობა რეგიონებიდან ვინ შემოგვეხმიანეთ, ყველა რესტორანს ვინც გვთავაზობს რომ მათთან მივიდეთ და გვაჭამონ ყველა სასტუმროს, ყველას ჩვენ მეგობრებს ვინც დაგვეხმარა ამ ყველაფერში სცენით, განათებით, გახმოვანებით, ეს არის სოლიდარობა და აქ დროს ხვდები რომ იდეა რომელსაც ემსახურები ნაღდია და მართალია და მთელი გულით ყველა როცა აი ამ მდგომარეობაში ხარ, ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის. ამიტომ ძალიან მაგრა ვართ და ძალიან საკაიფოდ და სოლიდარობა ნამდვილად დიდია და ნამდვილად გვაძლიერებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს, ამით ესე მგონია და ნიკა ლომიძეს აქვს შეკითხვა როგორც ვიცი და ნიკა შეგიძლია მაგრამ მე ჩემი ძალიან ბევრი მეგობრისგან გავიგე წინა დღეებში რომ ისინი დაირაზმენ ჩასცენ მანქანებში და მოდიან თქვენთან ერთად, მხარდასაჭერია თქვენთან ერთად იქნებიან და მათ გასაგონათაც და რა ვიცი აჭარელების გასაგონათაც ლოკაცია თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ სად იქნება ეს ყველაფერი? კი ბატონო. თუ არის გარკვეული და თუ იცით უკვე. კი ბატონო, აუცილებლად. ხო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიძრა ნიკას მეგობრებიც და ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი დაიძრა და მოემართება აჭარისკენ და ხო, ლოკაცია რომ მაინც სხვებისთვისაც ევროპის მოედანი 7 საათზე ყველას გელოდებით, ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა. კიდევ ერთხელ ევროპის მოედანი 7 საათზე ბათუმში გელოდებით ყველას. დიდი მადლობა. მადლობა ყველას. ეხლა წავიდეთ ცოტა უკან თუ შეიძლება გადავინაცვლოთ. აქ ბავშვებს წინავთ, ამიტომ ჩავიაროთ და გამარჯობა, აი ესე მოგადექით პირდაპირ. ვისაც ღვიძავს, მივადექი მაგალითად კივიკო ბარათაშვილის აქ, რომელიც მე მგონი გავაღვიძე, მაგრამ ალბათ მოგატიებს. კივიკო, რა განწყობა გაქვს? რას აპირებთ? და რა მოლოდინებია? კარგი განწყობა მაქვს, მოლოდინიც კარგი მაქვს ასევე, იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც ძალიან დიდი სიმართლე გვამოძრავებს ჩვენ. ესე გამოვიდა რომ სხვა გზა არ დაგვიტოვეს ამ შემთხვევაში ისევ ვახსენებ ანდრო ჭიჭინაძეს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი და ჩვენი კოლეგა არის დაჭერილი და რაღაც აქედან დაიწყო ყველაფერი და ეხლა უკვე ბევრი რაღაცა შემოგვემატა და
ხო, მაგის თქმა მინდა რომ ძალიან დიდი სიმართლე გვამოძრავებს და კარგ საქმეზე მივდივართ, იმიტომ რომ ხალხის ხმა უნდა გავაჟღეროთ და ამ ხალხის ხმა ძალიან კაფიოდ და ძალიან ხმამაღლა უნდა ისმოდეს, გულისხმობ და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. რა თქმა უნდა. გულისხმობ იქაური თუნდაც ჩვენი კოლეგების ხმა, იქაური სტუდენტების პირობითად ვამბობ, ეხლა სადაც მივდივართ ბათუმში მაგალითად, იქაური მშრომელების ხმა და ასე შემდეგ და ეს ხალხი დაგველაპარაკება თავიანთ პრობლემებზე და ჩვენ რაღაცნაირად ვაძლევთ ამის საშუალებას და ვეხმარებით, რომ რაღაც ეს დიალოგი შედგეს და გავცვალოთ. და საკმაოდ დიდი პროტესტია ვიცით რომ ზია ამაღლებელი სწორად ამ ქალაქიდან არის, რომელიც ერთადერთი ქალი პატიმარია, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ახლა. კი და ჩვენი სოლიდარობა რა თქმა უნდა ზია ამაღლებელს, რომელიც უკვე 21 დღეა, მეგონი თუ 20 დღეა შიმშილობს. 21 დღეა მეც ასე მახსოვს. დიდი მადლობა გივიკვა. მოდი კიდევ უკან გადავინაცვლოთ. მიშა ჩარკვიანი რაღაცთან მუშაობს მე მგონი, მაგრამ თან ალბათ შეძლებს რომ გამარჯობა. ჩვენთან ერთად იყოს. გამარჯობა მიშა, როგორ ახლა? შენობა. გადასარევად განწყობა, მე გადასარევ მაქვს შენ. მეც კარგი განწყობა მაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს შეხვედრა. ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების მოსმენა, რომლებიც უნდა შეგვხვდნენ დღეს და ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვისაუბროთ და ესა ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და მოვითხოვ ზია ამაღლობელის თავისუფლებას, ასევე თემურ ქათამაძის გათავისუფლებას და ეს ძალიან მაშფოთებს, ძალიან მაღელვებს, სულ ამაზე ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ მათი ჯანმრთელობა ისე არ დაზარალდება, რომ ჩვენ თავს ვერასდროს ვერ ვაპატიოთ, ასე რომ უნდა ვიყოთ პატიმრების სოლიდარულები, ყველა პატიმრის ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შემთხვევები განსაკუთრებულად საგანგაშოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ვიყოთ ხიზლად და არ დაუშვათ ისეთი რამე, რასაც ვერასდროს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებთ. ძალიან დიდი მადლობა. მოდი კიდევ ცოტათი უკან გადავალ, თუ შეიძლება. აქ რო ჩავჭდე შეიძლება, ვერ ჩავჭდები. თუ შეიძლება ჩაგიჯდებით. აქვე მეც ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა პოლიტპატიმარს მოვუკითხავ განსაკუთრებით ჩვენს მეგობარს ანდრეს ჭიჭინაძეს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. აი ნანკას ტელეფონის кейსი მინდა რომ ვაჩვენოთ მაყურებელს. აწერია თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ხო ესე არის? აი ეკასაც. წელი ოლიგარქია. მეც მინდა ესეთი, ალბათ მეც მექნება იმედი მაქვს, მაგრამ ნანა, ნანკა, ეკა, გიორგი, არ ვიცი. რა ამბავში ვართ, რა ხდება მოუყვეთ. რა ხდება ნანა? შენ რა გადატრიალებს ხო? პირველის ეთერში ვართ, ხო? TV პირველის ეთერში, შუადღე ლაივის ეთერში. მივესალმები TV პირველის მაყურებელს, სტუდიაში მყოფ ადამიანებსაც და ხო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმითი, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა ჩვენ სინდისის პატიმრებს და ხო, არ ვიცი, ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მივდივართ ჩვენს უმშვენიერეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან კარგ და საყვარელ ხალხს ველაპარაკოთ ჩვენ, ისინი გველაპარაკონ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ამით გავაძლიეროთ ერთმანეთი, იმიტომ რომ დღეს ეს ჩვენი ერთიანობა ყველაზე უფრო დიდი ძალაა და სწორედ ამიტომაც ცდილობს ეს მოძალადე რეჟიმი, რომ ასე დაგყოს და დაგვაჯეროს, რომ თითქოს გძულს ერთმანეთი და თითქოს ერთად ყოფნა არ შეგვიძლია, თითქოს სოლიდარობა არ გამოგვივა არასოდეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის და მივდივართ იმისთვის, რომ ერთმანეთს ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ დიდი ძალა გვაქვს და ერთად თუ ვიქნებით, ვერც ერთი მილიარდი და ვერც ერთი მოძალადე რეჟიმი ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. აუცილებლად რა თქმა უნდა, დიდი მადლობა. ნანკ მე ძალიან განვიცდი პირველ რიგში ზიას ამბავს, ქათამაძის ამბავს, რომელიც ასაკშია და დღეს უკვე მე-15 დღეა და ბათუმელი მეტროში. ბათუმელი მეტროში და არ ვიცი რა ვითარება აქვს, არც ერთის და არც მეორე შემთხვევაში. ანუ ზიას კიდევ რაღაც ადვოკატებისგან რაღაცას მაინც ვიგებ და ბატონ თამაშობა ანუ ვერ ვნახე ისეთი ხალწამოსაჭიდი ინფორმაცია, რომ ის ჯანმრთელობის ამბავი ზუსტად კარგად ხნედ არის და კარგად არის. ასე თქვა, გუშინ ყავდა ჩვენც მისი მეგობარი და კარგად არის, ფიზიკურადაც კარგად არის, თუმცა ის არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ დაიწყებს თავის ჯანმრთელობაზე. არა, უბრალოდ ჩვენ ვიცით როგორ არის ლაკა იმ შემშილობის მერე ლაკა მიყვებოდა, რამდენი პრობლემა გაუჩნდა უკან
ორგანიზმის აღდგენას ძალიან მძიმე ვითარებაა და ძალიან კიდე ერთი არჩეულებრივი და ჩვენიან შიმშილობს მესამე დღე ქალაქის ცენტრში მანქანაში ზის და მოკლედ საშინელება ხდება და რაღაცა ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადება ვნახე რომ კარგი იქნებოდა 100 კაცი თუ შიმშილებდა ერთ კვირაში ჩამო ლაშა ჭკვიანზე საუბარი ხო მაგრამ მე ვიძახ მე პოლიტიკოსის განცხადება ვნახე რომელსაც ძიახს კარგი იქნებოდა რომ 100 კაცი შეშიმშილა და რეჟიმი ჩამოიშლებოდა პოლიტიკოსმა ესეთ გამოსავალი იპოვა და რა ვიცი ვინ უშლის ხელს 100 კაცი გამოვიდნენ პარტიიდან და იშიმშილა ცოტა გადაარჩინა ქვეყანა ჩვენ რაც შეგვეხება ჩვენ მივდივართ ნახოთ რა მანიფესტი აქვს ადამიანებს რა სათქმელი აქვს და რაღაცა საერთო წერტილები ვიპოვოთ და გადაგვეცემ დიდი მადლობა შეიძლება ნანა ისმენ რა არის შენი თავარი სათქმელი აჭარაში ბათუმში 7 საათზე შევხვდებით ევროპის მოედანზე და ყველაფერს იქვიტყვით ბანა ბოდიში სადღაც დამივარდა მიკროფონი მაგრამ არა უშავს პირდაპირ ეთერია და ხდება ხოლმე და დამეცა რაღაც აი ესე ვიქნები მოკლედ შევხვდებით კი ბატონო ბათუმი დიდი სიყვარულით დიდი პატივისცემით მიყვარხართ მოვდივართ იმისთვის რომ ჩვენს გაგიზიაროთ ჩვენი სულისკვეთება ხილი მოკლედ ის რა ვარდები ხო, ეს უღელტეხილზე არიან და შესაბამისად იქ კავშირი არ იქნებოდა. კარგი ველოდი აი ამ მომენტს აუცილებლად დავბრუნდით ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან და წარმატებებს უსურვებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში. დაუბრუნდებით ანას თუ ყურში როგორც გვატყობინებენ, ხო, შევეცდებით რომ დავუბრუნდეთ, იმედი მაქვს რომ ხარვეზი აღმოიფხვრება სულ მალე, თუმცა მოდით გავაგრძელოთ ისევ საუბარი იმ თემას. მე მგონი ხაზი არიან მარიამ. საუბრობთ. სანამ ჩვენ სტუმრებთან დავუბრუნდებით. ანა დავუბრუნდეთ და დავასრულოთ. აბა დაგვენახე. ჩვენი ხმა დავუბრუნდით. კი, ხედავთ და გვესმის. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან კარგი ხო, რაღაცა ხარვეზი იყო, ალბათ უღელტეხილთანზე ვართ და ალბათ ამის ბრალია. გიორგისთანაც გადავალთ შეიძლება. გიორგი ბახუტაშვილთან მინდა გადავიდე ამჯერად და მითხრა რა შვებით დღეს და რა არის შენი სათქმელი დღეს, რა იქნება თავარი. თავარი სათქმელი არის თავისუფლება მზიას დღეს მაგაზე მნიშვნელოვანი სათქმელი არ არსებობს 7 საათზე ევროპის მოედანზე მოდით ბათუმელებო და შეუერთოთ ჩვენი ხმები ერთმანეთს და ზიას ქალაქში შევხვდებით გავივსოთ იმ სიმამაცით რის მაგალითაც გვაძლევს მზია მთელი თავისი მოღვაწეობით და იმ უმძიმესი ფორმით პროტესტის რომელსაც ხო, ესეთი ამბავი იქნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ანას, მადლობა ახალთეაც, მადლობა თეატრებს, მსახიობებს, ხელოვნებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ითხოვს ძალიან მარტივს და ჭეშმარიტს და რა თქმა უნდა, სოლიდარობა მზიას, აი მართლა სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება რომ ქალბატონი იყოს საპყრობილეში იმის გამო, რომ რაღაცნაირ ვაშკაც ბიჭლოყა გაუწითლა და შიმშილობდეს და ერთი სიტყვა არ ისმოდეს არსაიდან. მე არ ვიცი რა ხდება. თორნიკე, რა ვიცი, ვისგან დავიწყოთ. ბანოვაკი. მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამას ყველაფერს. ნუ ჯერ ეს ძალიან კარგად კრიტიკული სიტუაცია და ძალიან კარგად გამოიკვეთა ვინ არის. ნამდვილად. ჩვენ ყავს ხალხი, ვისაც ჩვენ არ ვიცნობდით. ვიცნობთ როგორც რეჟისორს, როგორც შემოქმედს, როგორც ვიღაც საზოგადო მოღვაწეს და ხა გამოიკვეთა რომ ეს ხალხი არის ერის ხალხი, მაგალითად იგივე დოი, იგივე მზია ამაღლობელი, იგივე ანდრო ჭიჭინაძე და ბევრი სხვა კიდე. თან მეორე მხარეს გამოიკვეთა ხალხი, რომელიც გაჩუმებულია და რაღაცას ელოდება. მე ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი, იმიტომ რომ ჩემ ოჯახთან არის დაკავშირებული 37 წლის პერიოდი და ეს დაჭერები 24 წლის აჯანყება და რაღაცები. იქ ზუსტად იგივე სიტუაცია.
ჩვენ ახლა რომ ვლაპარაკობ დოის თეატრზე, რომელმაც მართლა ძალიან თამამი ნაბიჯი გადადგა და მოქმედებს, უმეტესობა თეატრების არის გაჩვენებული. ან ორ სკამზეზია, ზოგიერთ სკამზეზის. იგივე ბათუმში თეატრის ხელმძღვანელი არის ყოფილი დეპუტატი. ტერორში ყავს მთელი თეატრი. სხვა თეატრები სპექტაკლებსაც თამაშობენ, ვითაც ცოტა ხმას იღებენ, ზოგიერთ საერთოდ ხმას არ იღებს. ჩუმად არის. ამან მასიური სახე ჯერ ვერ მიიღო. იმიტომ რომ თეატრი არის მიკროკოსმოსი საზოგადოების, სადაც რა შიგნით თეატრში ხდება, ის ხდება. მე მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე და ვიცი შიგნიდან რა არის. ესე იქ ყველაფერია სიყვარული, სრული შრომა, ნიჭი, უნიჭობა, ყველაფერი ერთიანად იხარშება და იკვეთება მე ვინ არის. აქაც ესეთი სიტუაცია, ერთი თეატრის გარდა სხვა თეატრები ესეთ აქტიურ მონაწილეობას ამაში არ იღებენ, აი რომ გაინაწილონ რეგიონები და ამან იქ წავიდეს, იქ წავიდეს, იქ წავიდეს, არ ხდება ეს. თეატრები ყველგან არის საქართველოში რეგიონებში. თელავში არის უზარმაზარი თეატრი, ზუგდიდში არის თეატრი, ბათუმში არის თეატრი, ქუთაისში არის თეატრი და ამ შემდეგ. მე მგონი აიკაცებენ. ეს ნახოთ რა იქნება. მე ვამბობ რა სიტუაციას ვხედავ მე ახლა და ან მომენტს ელოდებიან საით გადაიხრება საერთოდ ყველაფერი, ან იქ ბევრი საკითხია რის გამოთაც ხმას არ იღებენ. მე კი არ ვამტყუნებ. მე ვამბობ სიტუაცია რეალურად როგორია. ეს ერთი კაცი ვერ გაჩქაჩავს თელ საქართველოს. ყველა მხარში უნდა ამოუდგეს. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში ყავს ინერტული მასა, რომელიც ხმას არ იღებს, ეს მე არ მეხება და ამ შემდეგ. ეს ეხება თეატრებსაც. ჩვენ კარგად ავართ, რეპერტუარი გვაქვს, მაყურებელი ყავს, ჩვენ ახლა არ გვინდა ამაში რაღაც მონაწილეობას მიღება და ამ შემდეგ. და ეს ესე ვერ გაგრძელდება. უნდა იყო ანაკეთ, ან იქით უნდა იყო. შენი სისტემა უნდა სახელმწიფო თეატრები არიან. მაგალითად, როგორც ამაღლობელმა გაწერა თავის თავი ახლა და ახლა მე ვიცი რა მოყვება ამ შიმშილობას საერთოდ. იმიტომ რომ ექიმებთან მაქვს ურთიერთობა და ვისაუბრე ამას. მეორე მხრიდან ამაზე რეაქცია არ არის. საერთოდ თვითონ ეს პრობლემა არ არსებობს საერთოდ ყველა. იგივე ეხება, დოის თეატრმა ცოტა, კაი გიჟები არიან და სხვები ძალიან კაი გიჟები არიან. ჩუმად არიან თავის საქმეც აკეთებენ. ამავე დროს ეს გამოიწვევს ქართული თეატრის საერთოდ ჩავარდნას, საერთოდ ჩავარდნას. იმიტომ რომ მაყურებელი ხედავს როგორ იქცევა ეს თეატრები სულ ყველა. ეს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ მე მომავალში თუ სიტუაცია რაღაცნაირად დაწყდა, ყველა პასუხს აგებს. ამაშია პრობლემა მე მგონი, რომელიც თვითონ ვერ ხვდებიან მე მგონი. ერთი თეატრის ხელმძღვანელები სულ ყველა არის დანიშნული ხალხი. არ არის თვითონ დასის მიერ არჩეული. დანიშნულია ზემოდან დანიშნული ხალხი, უფრთხილდებიან თავის კაცს ამ შემდეგ. მეორე ფაქტორია კიდე. ეს არის ნიჭის ამბავი. ნიჭი კაც არ ეშინია. ის მოძებნის ადგილს. ესენი არიან ძირითადად ძალიან საშუალო დონის ხელმძღვანელები, რომელიც რო გაუშვა იქიდან, საწავიდეს, არავის არ ჭირდება. ეს არის პრობლემა, ესეთ უამრავი პრობლემებია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. მე ეს ყველაფერი ვიცი შიგნიდან რაც ხდება, ხო? აი უცებ დანიშნის უამრავი ხალხი თეატრის ხელმძღვანელებად, შარშან მოხდა თუ შარშანზე, წინა მინისტრის დროს. და ისინი არავინ არ იყვნენ და უცებ გახდნენ თეატრის ხელმძღვანელები. ეს არ არის იოლის საქმე, ეს რთული საქმეა, მაგრამ საზოგადოებრივი პოზიცია არ გააჩნიათ საერთოდ. საერთოდ ხარი დაუბრუნებს იქით წავლენ და მთავარი პრობლემაა რომ ის როგორც გაბატონდა ნამთქვა რომ ეს მასიური გახდეს. ყველამ ერთად ამოიღოს ხმა. მაგალითად თეატრალური საზოგადოება ხო არის საქართველოში, მეც ვითომ წარმოადგენს ყველა თეატრს. იმის ხმას ვერ გაიგებ ერთად. ანუ ამ თემას დაუბრუნდეთ ხო? აუცილებლად მანამდე თეატრები ვახსენეთ და ბათუმის თეატრის მსახიობები ყავს ხაზზე, უნდა შემოგვიერთენ და ნახოთ გავიგოთ მათი პოზიცია რა ხდება ბათუმის თეატრებში. ოთო ქათამაძე და მეგი კობალაძე გვიერთებიან. მოგესალმებით. კი ბატონო, ორივე მათგანი და ალბათ სხვა დანარჩენები. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ.
ახალი თეატრი მოემართება დღეს თქვენსკენ, გზაში არიან, ვესაუბრეთ სულ ცოტა ხნის წინ და ისედაც ვიცით, რომ თქვენ თეატრშიც არიან ადამიანები, რომლებიც უერთდებიან პროტესტს, თუმცა არიან რომლებიც სტუმან. თქვენგან გვინდა რომ მოვისმინოთ რა ხდება დღეს ზოგადად თეატრალურ სფეროში, ქვეყანაში რა ხდება და კონკრეტულად თქვენ თეატრში, ამ შემთხვევაში ბათუმის თეატრში. რომელმაც იპასუხოთ. რომელსაც გნებავთ, რომელიც გნებავთ, დაიწყეთ. უბრალოდ პირველს ყოვლისა დიდი მადლობა რომ მოგეცეთ საშუალება რომ ჩავთვლიყავთ თქვენთან ეთერში. ჩვენ თეატრი უკვე დიდი ხანია პროტესტის რეჟიმშია. მსახიობთან და არამარტო მსახიობთან პერსონალის ნაწილი კაფიცული იყო და არის და ისინი გმობენ იმ ყველაფერს რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში. და ეხლა დღეს კონკრეტულად ჩართულები ვიქნებით, რა თქმა უნდა, ახალი თეატრის მანიფესტში, მაგრამ ვიქნებით ნაწილი წარმოდგენილები, თუმცა ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და გავდივართ აქციებზე და ყოველდღიურად გამოვხატავთ პროტესტს. მინდა გითხრათ, რომ ბევრი არის ისეთი, რომლებიც იზიარებენ ჩვენს აზრს, მაგრამ ვერ გვიერთდებიან. არსებობს ალბათ რაღაც შიშის ფაქტორი, არსებობს ალბათ რაღაც სხვა დამაბრკოლებელი რაღაც ამბები, რაშიც ნუ ახლა არ ვეძიებთ ჩვენს და ახლა ვის ადგას ეს ყველასი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ჩვენ მათ გადაწყვეტილებასაც ვცემთ პატივს, თუმცა შეიძლება რაღაც კითხვები ჩვენაც გაგვაჩნდეს, მაგრამ ახლა დღეს მგონია რომ თუ კი ადამიანს გააჩნია რაღაცა შინაგანი პროტესტი, მით უმეტეს მსახიობს ის ვალდებულიცაა, მე მგონი რომ გამოვიდეს და ხმამაღლა დააფიქსიროს თავის პროტესტი და აი მე და მეგი ყოველდღიურ რეჟიმში მოქმედებთ, რაღაც შეგვიძლია, ვერ შეიძლება არც არაფერი, მაგრამ ყველა პლატფორმაზე, ყველა საშუალებით ვაპროტესტებთ, როგორც შეგვიძლია. ამას იცი რა მაინტერესებს, არ ვიცი, ქოთო შენ მიპასუხებ თუ მეგი მიპასუხებს, აი თქვი რომ ზოგ ადამიანს აქვს რაღაცა შიშის ფაქტორი, ზოგს რაღაცა სხვა პრობლემებით, რაღაც აქ ხომ საუბარი არ არის იმაზე, აი როგორ სწორად მინდა ავხსნა, აი ოცნების მომხრე ვარ, ხო? ან არ ვარ მომხრე იმისიანი ვარ თუ ამისიანების დროც პრინციპში დამთავრდა უკვე. რა პოზიციაზეც არ უნდა იყო. ადამიანური პოზიცია, როდესაც უკანონო პატიმარს ხედავ, როდესაც მოშიმშილე ქალბატონს ხედავ, როგორ შეიძლება რომ ამან არ გამოიწვიოს პროტესტი და მათ გვერდზე არ დადგე, ჯერ ყველა პატიმრის გვერდზე უნდა იდგე, თუ ის რაღაცა საშინელი პედოფილია მკვლელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო აი საერთოდ რაღაცნაირად ესეთი ნათელი არ ყოფილა ეს ყველაფერი. აი ამაზე ხო არ ამბობენ რამეს, კი სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, მაგრამ ავიცი, ვერ გავდგებით თქვენს გვერდით, თუ რა ხდება. მეგი. მოკლედ ხო, ყოველთვის უფრო მობიერია ხოლმე, ეგ დროს ჩემთან შედარებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ის პოზიცია, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ და ყველამ უნდა გავაპროტესტოთ მთელმა დასმა. თუმცა იყო შემთხვევა დასის შეკრებაზე, როცა ვთქვათ დასვა ერთ-ერთმა შვილმა მსახიობმა, რომ არის აქ ვინმე, იკითხა უბრალოდ არის აქ ვინმე, ვინც არ დაეთანხმება იმას, რომ როგორ იყო შეკითხვა დასმული, არ მახსოვს შენ იქ იყავი. ნუ მოკლედ არის აქ ვინმე, ვისაც მოსწონს ის, რომ ეს ქალი მზია ამაღლობელი დღეს შიმშილობს და თვლის ვინმე, რომ ის არის დამნაშავე. ნუ ხო, არავინ არ გამოსულა სიტყვით, არავის არ უთქვამს, რომ მზია დამნაშავეა, თუმცა აი ეს დუმილი მაინც ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო და კიდე ერთს დავამატებ, თუ შეიძლება. ხო, ჩემმა სამხატვრო ხელმძღვანელმაც, როცა მე დაუსვი შეკითხვა, რომ რას ფიქრობდა ის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, მან
კი მითხრა რომ წუხს და კი მითხრა რომ იმედოვნებს რომ მალე გამოვა, მაგრამ ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის გვერდზე რატომ არ არის ერთი სტატუსიც არ არის დაწერილი, სადაც ის ამას ხმამაღლა გააჟღერებს. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს უახლოეს პერიოდში მოხდება მისი მხრიდან. ეს არის ჩემი მოთხოვნა პირადად მას. თუ ბატონ ნუკრი ქანთარიას გული წყდება, ნერვიულობს მზიაზე, მაშინ დააფიქსიროს ბათუმის დრამატული თეატრის გვერდზე ეს. მადლობა, მეგი, მადლობა. აი არ ვიცი, აი როგორ შეიძლება რომ აი ესეთი ემოციური მიმართვის შემდეგ ესეთი ემოციური გოგონა ნახო და ხო მე წყნარად იყო და რაღაცნაირად იქილიკო კიდე ერთმა მადლობა ოთო და მეგი ჩართვისთვის დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის, აქტიურობისთვის და იმისთვის რომ საქართველო გიყვართ. აქ მეტი არაფერზე ლაპარაკი არ არის, იმიტომ რომ გიყვართ საქართველო და დღეს ბათუმის მოსახლეობას არა მარტო საშუალება ექნება, არა მარტო ახალი თეატრის მსახიობები იხილოს თავისი მსახიობებიც იმ 7 საათზე ევროპის მოედანზე. მადლობა კიდევ ერთხელ და კიდე კი ვახსენე და რა ქვია იმ ქალს? პარლამენტარი რო არის, ქერა ქალი რო რაღაცნაირი. აი, ეხა ჭკუას ისწავლითო, რომ პოლიციას ხელი არ უნდა გაარტყათო. რანაირად შეიძლება მოგიბრუნდეს ენა და საოცარ კომენტარებს ისმენთ. გონია რომ ეს ქალბატონი აი ასე ბილწად რომ შეეგინებინა მისთვის ასეთ პოლიციას იგივე სიზამდა. ვერცერთი ქალი ამას ვერ მეუთმენს. აუცილებლად გეთანხმებით. სახეში გიყურებს და ბილწად გაგინებს. ეს ისეთ შეურაცხყოფა რაღაცა ახალგაზრდა ფორმა პიროვნება. ხო. ეგეც თავი. ძალიან კარგი შეკითხვა. იმ ფორმამ შეიძლება რომ ასე მოიქცეს, ეს ფორმა თუ არის. ერთ რამეს დავუმატებ კიდე. ჩვენ ლაპარაკობთ, რომ თეატრები აი ბევრი ეხმარა. ძალიან ბევრი ხრას უყურებ ტელევიზიაში, გადის ეს რაღაც ანეკდოტების შოუ, რაღაც უნიჭო შოუები, რაღაც მასხარაობა, ყველაფერი ეს ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს, ხმას არ იღებს საერთოდ. არც ანდრო ჭიჭინაძე აწუხებთ, არც ამაღლობელი, არც ქვეყანა არ ახსენებს. ну ძირითადად რუსთავი იმედია რა არის ამათი არხები რაც არის იქ არის ეს ხალხი მოწყობილი ეგ ხო რაღაცნაირი ცალკე სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეა ეხა ის არხები მართლა შემადგენელი ნაწილია ყველაფრის მსახიობი იცით რაშია პრობლემა დიდი დღეს ქართულ თეატრში პიროვნებები აღარ არის რომლებიც თუ ეს არ არის პიროვნება რომ შევხედო რომელიმე თეატრს სად არის ვერიკო ანჯაფარიძე ან სად არის სესილია თაყაიშვილი ან სად არის ამას ხვიკვაძე ან სერგო რომელიც მე მიმიღო თეატრში სერგომ კი და სერგომ რა ქნა იცით ეს შეიძლება მოსაყული არ არის მაგრამ როცა ლენინის პრემია მიიღო ჯარისკაცის მამაში ბრეჟნევთან რომ მივიდა კითხეს რომ რა გინდათო მანქანაო ბინაში გარდაიცვალა სადაც ცხოვრობდა იქიდან გაასვენეს არა, ჩემ თეატრს მიეცი თუ აკადემიური წოდებაა. ეს გააკეთა, ხელფასი გაორმაგდა იმ წუთში და კიდე სხვა პრივილეგიები. ჩვენთან პიროვნებები, როგორც ესეთი, თითზეც ჩამოსახლელი დღეს აღარ არის. და ეს წვეთს პიროვნება, წვეთს თვითონ თეატრის ბედს, როცა პიროვნება. თორე ეს არის მასე, ხა მე რასაც უყურებ, აი ზოგი სახელიც არ ვიცი, ვინ არიან, აი დადიან თეატრში რაღაცებს და არც ვიცი ვინ არის. ესმით რას ლაპარაკობ და არ ხდება საინტერესო მაგ ხალხთან მუშაობა ან ურთიერთობა აბსოლუტურად გამრიცხული. კარგად მესმის რასაც ამბობ. რაღაც თქმა გინდა. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ზუსტად ახლა ის კრიტიკული პერიოდია, როდესაც იქმნებიან გმირები და პერსონები. აი ხო, რაღაცა ანდრო ჭიჭინაძე არაჩვენებელი, მაგრამ ეხლა შეიქმნა როგორც პიროვნება. ნუ მზიაზე აღარ ლაპარაკობ და მე კიდევ სულ ყოველთვის ხას ვუსვამ. აი ამ დაპატიმრებული ახალგაზრდა ბიჭების მშობლები როგორი პიროვნებები აღმოჩნდა, როგორ ღირსეულად ატარებენ ამ ჯვარს და აქედან ესე იგი იმედს აძლევენ ხნეობას თავის შვილებს და ისინიც იციან ჩვენს თვალწინ ახლა გმირები იბადებიან. ისევე როგორც ეს ინერტული მასა, რომელიც უკან და უკან მიდის წყვილისკენ. ასე რაღაცა საჯვარი დინზე ვარ ყველანი. ნამდვილად მშობლებს უსმენდი ტელევიზორში. ამ დაპატიმრებულებს როგორ კარგად მეტყველებენ ეს ხალხი. გაბოროტებულები კი არ არიან. კარგად
ეთყობა როგორი შვილების კი და გაზარდა. აი ანდროზედაზე მინდა ვთქვა, რომ აი ესეთი ამბავი მოატყდა, რომ მეგობრები გვერდს შეუდგანან. მსახიობია ეს ვიღაცა არის ეს რეჟისორი. ეხლა ვნახეთ რომ პიროვნება და ანდრომაც და მისმა არაჩვეულებრივმა დედამ მართლა როგორი ვაშკაცი არის, რომ თქვა, რომ მარტო ანდრო იქიდან არ გამოვა, ან გამოვლენ ყველა, ან არავინ. აი ამას რო იტყვი, როცა წინაპრები ყავდა ანდროს. კი. და ულამაზესი ხალხი იყო. კი. ამიტომ ეს გენეტიკა მოშავს. თორნიკე. ბოდიში რამდენი ხანი არა, რას ლაპარაკობთ, იმდენჯერ ვიყავ ის და ეთერში ამდენ დახონძლული აი ჩემი მეგობრებით ეს ავტობუსი და უბრალოდ რაღაცა პროექტების გამო, რასაც ნამდვილად საჭირო არ ვერ შეუერთით, თორე ნუ ჩათვალეთ რომ იქ ვარ. და ანდროზე ვლაპარაკობდი და სულ მეცინება რამდენად სულელი აღმოჩნდა ეს მხარე რომ ეგეთ ადამიანს იჭერ. რეალურად ოპოზიციაში პოზიცია სადაც გინდა ყველა მიცის რომ ეს კაცი არ არის დამნაშავე. ანუ ეხლა მეგობრები რომელიც ძალიან თავს იკავებენ და ხვდებით და საუბრობენ ამაზე, სულ მეკითხები, ბიჭო, რატო დაიჭირეს ეს კაცი, რატო დაიჭირეს? აი ის თუნდაც იქით მხარეს ვინც არის და ვისაც რაღაცა არ ჩამოუყალიბდა ჯერ აზრი ამ ჭეშმარიტებაზე, რაც ხდება. აი ესეთი გაკვირვება აქვს თუ და მე მინდოდა რამდენ რაღაცაზე ვისაუბრეთ უკვე, მაგრამ მე მინდოდა პარალელი გამევლო, რომ კიდე ამ ესეთ ამაცერად და ეს რო უყურებენ ღიმილით თეატრს და კინოს სომინდოდა გავლება იმ მე ამბოხე ქვეყანასთან, აი შეიძლება ეს მოსატანი არ იყოს, მაგრამ დღევანდელ დღეს ყველაფერი მოსატანია პოლონელებთან, რომელთანაც მე ძალიან დიდი კავშირი მაქვს, იმიტომ რომ ნახე და ძმა მყავს იქ და მამაჩემი ახლა ცხოვრობ ეგ ცხოვრობდა, რომელიც ებრძოდა სულ აი ამ საბჭოთა რეჟიმს. 60-70-იან წლებში ეს არის მუნკის, ვაიდას, კიშლოვსკის, კარაბაშის, ლოჟინსკის და აი ესეთ რეჟისორების, ზანუსის და ესეთ რეჟისორების თეატრში გროტოვსკის, შაინას კანტორის ქვეყანა, სადაც ყოველთვის და რამდენად დიდი ქვეყანაა ვიდრე ჩვენ, მაგრამ ვერ იტანდნენ საბჭოთა კავშირს და რუსეთს პირდაპირ, იმიტომ რომ იმდენი რამდენიც იმათ გაუკეთეს, გიტლერს არ გაუკეთებიო ამდენი. და ეს პროტესტები 70-იან 60-იან წლებში, რაც იყო თეატრში და რაც მართლა ხელოვნების, მე ვთვლი რომ ნოვატორი ქვეყანა იყო 60-70-იან წლებში და 80-იანში დამახმარე ბატონ გოგი და ბატონ ნანა, იმიტომ რომ თავად იყვნენ ამის მონაწილე საოცარ იმაში იმ ქმნილებებში, რაც თვითონაც შექმნეს და მინდა აღნიშნო კიდე ბატონ ნანასის თანამონაწილეობა საოცრად ანტისაბჭოურ ფილმში მონანიობაში და ბატონი გოგის საოცარი გემოვნება იმ ყველა სპექტაკლში რაც გაკეთებულა და აი აქ ყველაფერი ამაში ყველაფერში იდო ის პროტესტი და რეალურად მამოძრავებელი ძალა იყო ის ამ დროს რომ დანგრეული იყო ეს ამხელა რაღაცა მონსტრი რომელსაც ვერავინ ვერ ერეოდა ვიღაცას არ აწყობდა იქით დიდ იმპერიებს იქითკენ აქეთ მაგრამ შიგნიდანაც ეს სისტემა და ამ სისტემის ჯიბეები შემორჩენილია ეხლა და ეს ჩვეულებრივად ჩანს იმ რუსეთით, რომელსაც არ აქვს არანაირი ფასეულობა, რომელსაც ადამიანის როლი და ადამიანის ფასი, ზუსტად ეგ მითხრა მამაჩემმა, კიდე ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ წავედიო, რომ აქ ყველაზე ნაკლები იყო ადამიანის ფასი და ეს არის ჩვეულებრივად მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ ამაზე გასამეორებელი და ამაზე აშკარა არაფერი არ არის. აქ ადამიანის ფასი არაფრად არ ღირს და ისევ მიდის ადამიანის ფასის დაგდება. აი ესე პირდაპირ რეგრესია არის. და თუ ამას ვერ ხედავთ მე გვარები ხა იმიტომ დავასახელიო შეიძლება ადამიანები არიან რომელიც არ იციან და დაასერჩეთ Google არის აღარ უნდა ამას ბიბლიოთეკა ჩვეულებრივად ნახეთ მათი შემოქმედება ნახეთ რამხელა აზრი ქონდა თეატრს რამხელა ძალა კინოს და რა ანარეკლი არის ხელოვნება ნამდვილი ცხოვრების მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ოსკარ უაილდის ზოგადად ხელოვნების მაგრამ იმასაც უდიდესი ძალა აქვს და ისიც ადამიანი იყო დადიოდა ტუალეტში და ჭამდა ასე შემდეგ და როდესაც ეს ხალხი დღეს ამ დროსთვის რომელიც არის ჩემი მოპირადად უახლოესი მეგობარი რომელიც შვილიც დგას იქ და რა ვიცი ერთად ორ პროექტს ვაკეთებთ ეხლაც არ ვიცი რა ვქნა იმიტომ რომ აგერ ფილმში ვყავდა და გაჩერდა ეს ფილმი ჩუაში და ასე შემდეგ
შევხედოთ ამას რა არის ამის მიზეზი. ამის მიზეზი არის რაღაც ადგილას დარჩენა ხელისუფლებაში, რაღაც სკამზე, ადგილზე, რომელიც ბრუნავს ეს უაზროდ, იმიტომ რომ შეიძლება ბოდიში გული აგერიოს, რომ მიხვდე რამდენად ბრუნავს ეს ყველაფერი. ეს დაიწყო მანამდე სააკაშვილის რეჟიმით და იმას ბატონ გოგისტერით ლაპარაკობთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი მიზეზი აქვს აი იქიდან გადმოცემული. ზუსტად აი ამ მემკვიდრეობით, ამ პოლიტიკურით არ იცვლება ახალი და სად მივიდნენ 2025 წელს რო იყოს ერთიანობა და პირიქით რო იყოს აი ეს ქართველების რაღაცა იდენტობის გაღვიძებასთან არანაირი ხელშეშლა პირიქით ისევ ძალადობისკენ და ისევ რეგრესისკენ მიდიან და თუ ამას გაიაზრებს ჩვეულებრივი ადამიანი და არა ის რაღაცა პარტიული აი ისინი გინდა ესენი მოვლენ რა ისინი მინდა ისინი არ არიან ამაზე უარესი არ არის ეხლა რაც ხდება და მაგიტომ ვიცახი რომ მოусმინეთ დააკვირდით ამ ხალხს რატო აქვს ეს პროტესტი რატო ხდება ეს ყველაფერი ნუ შებღალავდა ისევ ამ დაბალი ინტელექტით მართლა არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ამ საერთოდ უკვე აზროვნებას აღარ აქვს არანაირი ისა არანაირი ადგილი აღარ აქვს აზროვნებას ხალხი არ აზროვნებს თუ ცოტა მაინც იაზროვნებ მიხვდები რომ ეს არანაირი პარტიული ინტერესით არ ხდება ეს ხდება ნამდვილად პროტესტი ადამიანის უფლებებზე ადამიანის თავისუფლებაზე და იმაზე რომ ერთხელ და სამუდამოდ გავხდეთ თავისუფალი ქვეყანა გეთანხმები მაგრამ პროპაგანდამ ისე მაგრად იმუშავა ეს 12 წელი ისე მაგრა იმუშავა რომ მაინც ის არის რა ქვია twin-ში არის რომ ვიღაცის მიერ მართულია ომი გინდა აბა აი ეს რატო დავიწყე პოლონეთზე კიდე რატო გამოსცენდა 3 თვის წინ შედარება მინდა ტაქსისტებზე მოვიყვანო 3 თვის წინ ჩავჯექი ვარშავაში ტაქსში და ტაქსისტი მეუნებოდა რომ გავგიჟდიო ამ ქართველებზეო რა ჭირთო ეს LGBT-ს პროპაგანდა ისო ესო რო არის აქ ცხოვრობ პოლონეთშიო ევროპის ნაწილიო და არაფერი მსგავსიო არ არის პროპაგანდა იმას არ მსგავსი რა შეიძლება ადამიანის უფლებებს იცავენ ყველანაირი ადამიანს რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის რომელიმე წარმოადგენს და აქ რო ჩაუვიჯდე მაგალითად რომელიმე იგივე ტაქსის გეტყვის და ის ნაყოფი რო არის ევროპა და ის ევროპა არც იციან მე მომიყვანა თქვენ არაჩვეულებრივი ის არაჩვეულებრივი ადამიანი არა მე მომեմ ზოგიერთ იმაზე კი არ ვუყავ ხო ეხლა თავისთავად ეხლა გლობალურად არ არის ადამიანი რომელიც ერთეულები არსებობენ იმ ადამიანს მოგვიყვანა ისტორია კარგად იცის აი ეს მინდოდა მეთქვა უბრალოდ რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა გვინდა და საითკენ მივიდოთ ჩემი მადლობა ერთი პრობლემა აი ეს ყოველგვარი რეჟიმი ეს ჩვენთან არის თუ რუსეთშია თუ საბჭოთა იყო ბოლოს არ იყო ისე ან გერმანიაში გიყერით როცა შემდეგ ვერიტანს თავისუფალ აზროვნებას რაც არის ხელოვნება მაგალითად რევოლუციის მერე რუსეთში და საბჭოთა და საქართველოში აყვავდა ხელოვნება თეატრი მხატვრობა ბევრი ექსპერიმენტალური ის გაჩნდა რა ქვია მიმართულებები იყო გერმანიაში, რასაც მე გიტლერმა დეგენერატიული ხელოვნება უწოდა, იგივე იყო იტალიაში. იყო, მაგრამ ხელოვნება ყოველთვის იმარჯვებს. დიქტატორები მიდიან, იყო უამრავი წერალი ჩვენთანაც პოეტები და დრამატურგები ხოტბას ასხავდნენ რეჟიმს, წერდნენ პიესებს, პრემიები რაღაცები, დღეს არავინ არის ეს იმათ სახელი, არავინ არ კითხულობს. შალხიძე ყრია იმათი წიგნი. გესმით რასო? ამიტომ მე უფრო ოპტიმისტური ვარ იმ ხრივ, რომ ყოველთვის თავისუფალი აზროვნება, რაც ხელოვნებას წარმოადგენს, რაც აღორძინებას წარმოადგენს, იტალიურ აღორძინებას, ყოველთვის გაიმარჯვებს. აუცილებლად და ეს არის სწორედ აშინებს საქართველოს აშიშია არ ლაპარაკობ ის ხმას არიღებს, ეს არიღებს, მაგრამ ზოგად კონტექსტში რო ავიღოთ თავისუფალი აზროვნება, იმიტომ საქართველოს ჰქონდა აღორძინების პერიოდები. რევოლუციის შემდეგ მე ჰქონდა ომის მერე, როცა ქართული კინო, ქართული თეატრი, ლიტერატურა უამრავი საინტერესო ხალხი გამოჩნდა შემდეგ. ეხლა რეგრესია. დიდი რეგრესია იყო კი. ხელოვნურად არის შექმნილი, იმიტომ რომ ადამიანები ინიშნებიან და ინიშნებოდნენ არა მათი ნიჭის მიხედვით და არამედ ერთგულების მიხედვით ეს დამკვირვებელია ხელოვნება. ალბათ ამისთვის იყო მზადება, ხო, რომ ხმა არავის აღარ ამოეღო რეალურად. ნუ ისტორიულად არ მუშაობს. ვერ მუშაობს, კი, ნამდვილად ეგრე. არ მუშაობს, დიდ ქვეყანაში არ მუშაობს, თორე ჩვენ პატარა ქვეყანაში ჩვენი
ინტელექტუალური მარაგი ხო არ არის იმხელა რა. მე ერთი რამეა კიდე ერთი რაც შეიძლება ამ თემას არ ახლა, მაგრამ განათლება. ჩვენთან გვაქვს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი განათლება. სოფლიოში ბოლო 5 ათეულში თუ 10 ათეულში ვარ. პირველ 5 ათეულში ესტონეთია. ეხლა როწახვიდეთ ქუთაისში და ქუთაისის გიმნაზიაზე ორი დაფარო კიდევ იმგვარები რო წაშალო საქართველოში კულტურა არ არსებობს მეცნიერება არ არსებობს აფერი არ არსებობს სულ ყველა იქიდან აი იგივე სერგურო ახსენეთ ზაქარიაძე გალაქტიონი არ ვიცი ვინც გინდა დაიღეთ სულ ყველა საიდანღაც არის დღეს განათლება ამ რეგიონებში არის უდაბლეს დონეზე სწორედ აქაც თბილისში საერთოდ ორი რაღაცა ქმნის ქვეყანას განათლება თავისუფალი აზროვნება რაც ნიშნავს რაც გინდა გააკეთე როგორც გინდა გააკეთე და ნიჭი და როდესაც ხელისუფლება ამ ნიჭს აფასებს და არა იმას რამდენად შენ ერთგული ხარ თუ არა ხარ ერთგული რა მნიშვნელობა აქვს ამას ნუ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მართლა. განათლება, ნიჭიერება და პროფესიონალიზმი პროცესია. მაგრამ უნდა მივიდეთ ვაკამდე ყველა ვარიანტში. ორ დღეში აი ნახოთ აი ნანამ თქვა რომ შევუერთდებაო და არჩენთი ნახოთ შევუერთდებიან თუ არ შევუერთდებიან. აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ თავიდან აი უბრალოდ შეერთებას რაც შეხება ჩავთავთ და შემდეგ დაგიბრუნდებით. ახალთეაც შევუერთდა ძალიან ბევრი ხელოვანი და რეგიონებისკენ დაიზნენ. ერთ-ერთი ასეთია გიორგი თავარტქილაძე რეჟისორი, რომელსაც ახლა გავესაუბრებით. გიორგი მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით გიორგი. ქართული კინო დიდი ხანია არის უკვე საპროტესტო რეჟიმში და ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რეჟიმის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, გაილაშქრა. როგორ ფიქრობ, პროტესტის რეგიონებში გადატანას რა მნიშვნელობა აქვს დღეს? მოგესალმებით მაყურებელს. ჩვენი ბრძოლა, რომელიც არის იმ საერთო მთავარი საერთო ფუნდამენტური ფასეულობის გადასარჩენად, რასაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო გვია, გადადის სხვადასხვა ფაზებში და ერთ-ერთი არ ვიცი ეს შეიძლება დასკვნეთია, შეიძლება დასკვნეთის წინარე პერიოდია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა ზუსტად რეგიონებში გასვლა და რეგიონებში გასვლა ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებისა. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ათ უკვე არის დე-ფაქტო ხელისუფლება, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის იყო ლეგიტიმური ხელისუფლება, ყველანაირად ცდილობდა და გამოუვიდა პრინციპში ეს, რომ დაგსახსა და რეგიონებს შორის კავშირის ძაფები და ჯაჭვები ჩაწყვიტა. ჩვენ აი ამ ჯაჭვების აღსადგენად მივდივართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოგვივა, იმიტომ რომ ჩვენი мотиваცია არის წრფელი, ნამდვილი, მართალი და ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რასაც მოაქვს საბოლოო ჯამში გაერთიანება. ყოველთვის, ყველა ეტაპზე, ყველა ბრძოლაში. რატო არის მნიშვნელოვანი გაერთიანება? იმიტომ რომ ჩვენ ყველა უპირისპირდებით ერთ პრობლემას, ჩვენ ყველა ყველას გვაზარალებს ერთი და იგივე პრობლემა და ამავე დროს ჩვენ ყველამ ცალ-ცალკე მოვახერხეთ და აღვდექით ამას წინ და შევედით წინააღმდეგობაში და ამას ცხადად აჩვენებს ყოველდღიურად აქტივობა თბილისში, ყოველდღიურად იკეტება რუსთაველის გამზირი და არის მარშები, არის ბათუმში, არის ზუგდიდში, არის ქუთაისში, ფელავში და სხვადასხვა ქალაქებში არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი, ბევრია და გამორჩება. და ეს ყველაფერი ხდება იმ პირობებში, როდესაც კავშირი არის ხელოვნურად შეწყვეტილი ჩვენ შორის. აი ჩვენ ამ კავშირის აღსადგენად მივდივართ, რომ სოლიდარობა გაძლიერდეს, კონსოლიდირება მოხდეს ამ ძალების და საბოლოო ჯამში დავიბრუნოთ ჩვენ და მივიღოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის, ანუ სამართლიანი ქვეყანა. ამაზე მნიშვნელოვანი რამ არ არსებობს სხვა და ამიტომ არის რომ გამოვიდნენ მსახიობები და რეჟისორები თეატრებიდან, თუმცა არაერთი მათგანი მანამდეც იყო პროტესტში და ბოიკოტში და გაფიცვაში. ჩვენ კინოხელოვანები ვართ გაფიცულები, არ ვქვიათ ბოიკოტის რეჟიმში, წელიწად ნახევარზე მეტია უკვე, იმიტომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავინახეთ ისევე როგორც ხელოვნების და კულტურის სხვადასხვა სექტორებმა დაინახეს საით მიდიოდა. აი ეს სურათი, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დავინახეთ როგორც საფრთხე და საბოლოოდ დადგა ეს. ახდა მოკლედ ეს სურათი შეიქმნა რა. რატო დაგვარტყეს ჩვენ ამაზე ვფიქრობ ძალიან ბევრს, ანუ კულტურას რატო დაარტყეს? იმიტომ რომ
კულტურა ძალიან მარტივი აქციო პროპაგანდის იარაღად, მაგრამ თუ მას ვერ აქცევ პროპაგანდის იარაღად, ის არის შეუქცევადი, ის არის ცოცხალი და ის ყოველთვის ემსახურება სიმართლეს და სიმართლე არის ის, რაც ყოველთვის რეჟიმს ანადგურებს. სიმართლეს არ ჭირდება ორგანიზება, ის არის ყოველთვის თვითორგანიზებული და სწორედ ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი, რომ ის თვითორგანიზებით რეფლექსირებს ზუსტად იმ პრობლემაზე, რომელიც არის აქტუალური იმ მომენტში და წინააღმდეგობა რაც არ უნდა იყოს გულისხმობა, ანუ რეჟიმის წინააღმდეგობა რაც არ უნდა იყოს ის ორგანიზებული, ვეღარაფერს ვეღარ გახდება ხოლმე რა. თუმცა ერთიც მინდა დავამატო, რომ ჩვენ უარყოფითი გამოცდილება გვაქვს გასული საუკუნის, როდესაც საბჭოთა ტერორმა ჩაახშეს სისხლში ზუსტად კულტურის წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მათ ზუსტად იცოდნენ, თუ ამას არ იზამდნენ, ისინი აი ამ 70 წლიან ისტორიას ვერ შექმნიდან, ისინი ძალიან მალე დაინგრეოდნენ და შეიძლება ვიღაცა ფიქრობს დღეს, რომ თუ კომუნისტებს ეს გამოუვიდათ, ამათაც გამოუვათ, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რომ ესენი სულისკვეთებით და ამორალურობით გვანან იმ კომუნისტებს, მაგრამ იმით რომ ისინი რაღაც იდეოლოგიას ქმნიდნენ და იმ იდეოლოგიაში იყვნენ ჩამოყალიბებულები, ამით ნამდვილად არ გვანან ესენი და სწორედ ამაშია მათი სისუსტე რა. ისინი არ ემსახურებიან არანაირ იდეას. ისინი არიან ფულისთვის ორიენტირებულები, რომელიც უკვე გააკეთეს, უკვე იშოვეს. აი ახლა არიან ინერტულ ფაზაში გადასულები და აი ამ ინერტულ ფაზაში მათ რეჟიმს მოეღება ბოლო დაწუნებული ვარ და ისიც შეუქცევადათ თან და ბუნებრივ ცოცხალ პროცესში. მაპატიეთ ძალიან. არა, როგორი კადრება დადლობა, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მართალია, აი აბსოლუტურად ცარიელი არის ის ყველანაირი მიზნის, ყველანაირი იდეისგან დაცლილი და ამ დროს აკეთხარეს რამხელა იდეა, როცა საქართველოს სამშობლოზე ლაპარაკობ. და სულ 5 წუთი გრჩება და იგივე კითხვით მინდა რომ გადმოვიდეთ თქვენთანაც გიორგი თქვა რომ კულტურას დაარტყეს. აი რატომ კულტურას, რატო ამოირჩიეს, რატომ არის ასეთი საშიში ეს კულტურა მათთვის? იმიტომ კულტურა ლაპარაკობს ქვეყნის სახელით და ქვეყნის სატკივარს ამბობს. ყველაზე მეტად ამის ეშინიათ მას. ეს არის პირდაპირ ლახვარი მათთვის. და ყველაზე ვიბრირებადი, ყველაზე ცოცხალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი. ამიტომ პირველი გრძნობს საშიშროებას და ამათ ეტყობთ თავებას იმის ჭკუა, რომ ეს არის საშიში იარაღი და უნდა ვებრძოლოთ მას, მაგრამ არაფერი არ გამოვა. და გამახსენდა რაკმაც რომ მოვდიოდი, აი თუნდაც დოის წასვლა, თუნდაც ეს დოლების მარში, რომელიც ყოველდღე იმართება. გამახსენდა ეს საოცარი ბიბლიური თქმულება იერიქონის კედლებზე, რომელიც დაეცა იერიქონის სატვირმა საყვირებმა დასცეს. ესეც ხო სიმბოლოა, ეს არის ხელოვნების ხმამაღლა თქმის. აი ეს დოის ეს მარში, ამ ჩვენი მედოლეების მარში, ეს აუცილებლად დასცემს ამ რეჟიმს და მათ ძალიან ეშინიათ ამისი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გოგი. იმიტომ რომ კულტურა ხელოვნება საერთოდ ნამდვილ კულტურას ხელოვნება არ ექვემდებარება კანონებს, პოლიტიკას, არაფერს. ეს თავისუფალი აზროვნება ხალხი გამოხატავს და როგორც ავიღოთ კინოში ექსპერიმენტალური კინო, ან ექსპერიმენტალური მხატვრობა, ექსპერიმენტალური თეატრი, ყველაფერი. ამას საერთოდ არაფერი. ამიტომ ყველაზე უფრო ეშინია თავისუფალი მოაზროვნე ხალხის. ძირითადად ეს თავისუფალი მოაზროვნე ხალხი არის ხელოვნებაში და მეცნიერებაში. ამიტომ მეცნიერებას უდანგრეულია ჩვენთან. და ხელოვნება არის საშიშროება. იმიტომ ამ ხალხს ვერ მიჭერ ხალხზე, ამ ხალხს ვერაფრით ვერ დაიმონებ, ვერც პრემიებით, ვერც თანამდებობით, ვერაფრით. ამითი აყავთ ეს უნიჭო ხალხი, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს, აი კინოსაც ეგეთ ხალხი ხელმძღვანელობს, თეატრებსაც ეგეთ ხალხი და ვერ კულტურულ იმას რა ვიცი, საზოგადოებას და შემდეგ. ამიტომ ეშინიათ ხელოვნებას. ეს ჩვენთან არ ხდება. იგივე რუსეთში ხო მოსპეს ახლა. ხელოვნება აღარ არის. ყველა წავიდა. წავიდა, ან ვინც არის ნოზია დაყვანილი. იგივე იყო ფაშისტ გიტლერის დროს, იგივე იყო 37 წლის დროს საქართველოში. ამოწყვიტეს, ვინც იყო საუკეთესო შვილები ქართველების, ამოწყვიტეს, ხო? მაგრამ მაინც ხო ეს ამოვიდა მე, ხო? ეს ომის მერე ნელა გავიდა, ამოვიდა, მაგას ვერ მოსპობ. ნამდვილად შეუჩერებელი პროცესია. ამიტომ მე მოვაბრო, ყოველთვის უნდა წაიკითხო
დიქტატორების ბიოგრაფია. ჩვენი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მე მგონი ნიკა უნდა გადავიდეთ ახლა და დავუთმოთ ეთერი საინფორმაციო გამოშვებას და შემდეგ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით არ გადაერთოთ დროებით. დიდი მადლობა კიდევ. დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში და უძვირფასესი, უსაინტერესოესი, უსაყვარლესი მაია ხერხეულიძე უნდა შემოგვიერთდეს თავისი რუბრიკით ექიმის რჩევები. აუცილებლად მე შემოგვიერთდეს, მით უმეტ ძალიან მიყვარს ჩემონიკა მართალი ხარ და თან ისეთი საინტერესო თემით შემოგვიერთდება, როგორც არის ვირუსები. რომელიც ძალიან აქტუალურია, კი ბატონო და მეც როდის ჩავუჯდები. ჩავუჯდეთ და ჩვენ ყველამდე დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და გიტოვებთ მაია ხერხეულიძეს. ხოლმე გესწრებით დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. დღეს ძალიან საინტერესო რუბრიკა გვექნება, ვისაუბრებთ ვირუსულ ინფექციებზე, სეზონურ ვირუსულ ინფექციებზე, მათ შორის გრიპზე და ბავშვებზე, რაც დამეთანხმებით, რომ ამ სეზონზე მეტად აქტუალურია და დღეს მართლაც ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ვირუსული ინფექციის და მათ შორის გრიპის და ამ თემაზე სასაუბრო ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი, მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ ძალიან საყვარელი ბლოგერები, ძმები, პედიატრი ძმები, ბატონი კონსტანტინე და ბატონი დავით ჩახუნაშვილი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რა საქმესაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლება და ჩვენი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ამას ძალიან კარგად უძღვებით. ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ და მოდით მოდით ვისაუბროთ ახლა იმ საკითხებზე, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად მეტად აქტუალურია თქვენთანაც, ჩემთანაც და სხვაგანაც პაციენტების უამრავი რაოდენობა, რომელიც ვირუსული ინფექციით მოდის და ვუთხრათ, რა ვირუსებია ძირითადად გავრცელებული, რა კლინიკური სურათით მიმდინარეობს და როდის უნდა შეეშინდეთ და სიფრთხილით იყვნენ მშობლები, რომ აუცილებლად მიიყვანონ ბავშვი ექიმთან. ჩემი პირადი გამოცდილებით რო თქვა, სტატისტიკას მართალი გითხრათ, დაავადებათა კონტროლის არ გავცნობილვარ, მაგრამ ჩემი პირადი პაციენტების ყვალობაზე თუ იმსჯელებთ, ვისაც სიცხე და ხველა და ასე შემდგომ ჰქონდა, უმეტესობასთან დადასტურდა სწრაფი ტესტით გრიპი. ალბათ იმათთანაც ვისთანაც არ დადასტურდა, ნაწილთან მაინც იქნებოდა გრიპის ვირუსი და ნაწილი ვიცი, რომ კოვიდი დადასტურდა ასევე რამოდენიმესთან. ოღონდ კონკრეტულად პროცენტული რაოდენობა ესე ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს. გარკვეულად იძახიან, რომ დაახლოებით 9 შემთხვევები, რაც მოდის ვირუსული ინფექციის, ახლა შეიძლება იყოს გრიპით გამპირობებული. ზოგადად, როდესაც ვირუსულ ინფექციაზეა საუბარი, მით უმეტეს გრიპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცენტობა ზოგადად საქართველოშიც ვიცოდეთ და მალე რომ ჩავერთოთ კურნალობა. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ გრიპი ეს ერთ-ერთი იმ ვირუსთაგანია, რომელზეც კურნალობა ვიცით, როგორ უნდა ვაწარმოოთ და როდის არის ყველაზე ეფექტიანი 48 საათში სიმპტომების დაწყებიდან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მალე მივიდეს მშობელი ექიმთან და სწრაფი ტესტიც მალე გაიკეთოს, რახან ეხა უკვე სეზონი არის. ხო, ყველაზე კარგი ვარიანტი არის ზოგადად, რომ სეზონს დავხვდეთ მომზადებულები და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ მე მგონი სექტემბერში თუ ოქტომბერში ჩავწერეთ წელს, ხო? რომ სეზონამდე ჩავწეროთ ეს საინფორმაციო ვიდეო, რომ მოემზადოს მშობელთა უმრავლესობა და როდესაც შემოვა ვაქცინა კომერციული ან სახელმწიფო დაფინანსებით აიცრან და შემდგომ რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა. თუმცა დამეთანხმები კოტე, რომ ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი მტკივნეული და მოდი ვთქვათ, არა ესეთი პოპულარული თემა ექიმებისთვისაც კი, როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან ბევრი ადამიანი არის ანტივაქსერი და ამ დროს ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფაც და ბულინგის მსხვერპლიც ხდება ხოლმე ექიმი, თუმცა თუ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ის პრობლემები, რომელიც დღეს პრაქტიკულად თითქმის ყველგან გავრცელებულია და მის ოჯახში თუ არ არის გვერდზე მეზობლის, მეგობრის ოჯახში შეიძლება იყოს ეს მაღალი 39-40 სიცხეები, რომელიც ხშირ შემთხვევაში საერთოდ დამწევს არ ექვემდებარება, სიცხის დამწევს და პრაქტიკულად რაღაც ესეთი რეფრაქტერული ხასიათის არის და ხშირად მერე ამის გართულება პნევმონია
ну როგორ შეიძლება რომ ამაზე უარი ვთქვათ, ხო? კი, ну ჩვენთვის ზოგადად ეხა ამ საკითხზე თუ ვისაუბრებთ ანტივაქსერებზე, ხშირად ვამბობ ხოლმე მეც, რომ მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა მარტო ჩვენში და წრეში არ ვისაუბრო და თუნდაც ყველას აქვს ეხა ტელეფონი, ყველას შეუძლია წერა, თუ ვიდეოს ჩაწერა არ შეუძლია და ეს რაც უფრო ჩვენ მეტი კომუნიკაცია გვექნება ჩვენს პაციენტებთან, ჩემი აზრით ამ ნდობასაც გააღრმავებს და ასე ვთქვათ ვაქცინებისადმი დამოკიდებულებაც რაღაც გარკვეული პროცენტ ადამიანში ალბათ შეიცვლება, ხო, აქედან გამომდინარე, ალბათ მეტი კომუნიკაცია არის, რითიც ამას უნდა მივახციოთ. შეუძლია თუ არა, მშობელი თვითონ მიხვდეს, რომ ეს შეიძლება გრიპია და აი ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც სხვა ვირუსი არის. არის თუ არა კლინიკურად თუ შეუძლია, რომ გარკვეულად განასხვავოს გრიპი, თქვა სხვა ვირუსული ინფექციისგან. კი ბატონო, ცოტა რთული შეკითხვა. კი, არ არის ადვილი ნამდვილად. არ არის ადვილი, მარტო ექიმებისთვისაც შეიძლება ძალიან რთული იყოს გარჩევა. თუმცა აი რამდენიმე დღის წინ მე და კოტემ ჩავწერეთ 5 ის ყველაზე ხშირი სიმპტომი, რაც შეიძლება გრიპს ახასიათებდეს. თქვენ როგორც ახსენეთ, პირველი და წამყვანი არის ცხელება. 38-19-40, რომელიც შეიძლება საერთოდ არც ერთ დამწევს არ დაექვემდებაროს, ხო? პირველი ერთ-ერთი საწყისი ალბათ ეს იქნებოდა. შემდეგი ყველაზე ხშირი ჩივილი ან ცხვირიდან გამონადენია, ან როგორც წესი ხველა. ანუ ეს არის ყველაზე სამი წამყვანი ჩივილი, რომელიც გვაქვს და ამის მერე მოდის ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი და სხვა უფრო ნაკლებად ასე ვთქვათ არსებითი ჩივილები, რომელიც შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს. თუმცა კოტემაც ახსენა, თქვენც ახსენეთ, თუ პირველ 48 საათში ესეთი სიმპტომები გრძელდება და ვერ მოახერხა მშობელმა მისი მართვა სიმპტომურად სახლში, სასურველია მაინც კომუნიკაცია მოხდეს ექიმთან, ჩაეწეროს, გაისინჯოს, სწრაფი ტესტი ჩატარდეს, თუ საჭიროა ანალიზები ჩატარდეს და გასინჯვის შემდეგ, რადგან პირველი 48 საათი კრიტიკულად მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყებისთვისაც, რატომაც არ უნდა გავიაროთ კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთანაც ბევრი პაციენტი არის, რომელიც უბრალოდ მოგწერთ და ესე იგი ვთქვათ ასე გეურთიერთობებათ, რომ იცით რა, აი მაღალი სიცხე აქვს და ალბათ ვირუსია, სხვა რა იქნება მეტი და პირდაპირ ითხოვს რომ დანიშნულება დავნიშნოთ, ხო და ჩვენ ვიცით რომ გართულებების სიხშირე, ვთქვათ, მით უმეტეს ეხლა გრიპის ვირუსის დროს ძალიან მაღალი ქონდა და დარწმუნებული ვარ თქვენთანაც ავადმყოფოში ჩვენთანაც ბევრი პრემონია არის სწორედ გრიპის ვირუსის შემდგომ უკვე ბაქტერიული გართულები და ამიტომ უნდა ვთხოვოთ რომ რა თქმა უნდა ექიმთან აუცილებლად უნდა მოვიდნენ რომ ეს ყველაფერი თავიდან ეს ასევე ხშირი იყო ამ ბოლო დროს ოტიტები და ჩირქოვანი ოტიტებიც ძალიან ბევრი იყო და მოკლედ ნებისმიერ ვარიანტში ალბათ დავიცდავ ეს ხები რომ ჯობია მივიდეს და მაინც ნახოს ჩვენ ურჩევთ ხოლმე ყველას ახლა პლატფორმიდანაც გამომდინარე არა მარტო ჩვენი პაციენტები ანუ პლატფორმაზეც რო იწერებიან ცხელება ხველა ასე შემდგომი სიმპტომები რო აქვს ყველას ურჩევთ ხოლმე რომ სწრაფი ტესტები გაიკეთონ რამოდენიმე აფთიაქს როგორც მახსოვს თვითონაც ჰქონდათ ეს ტესტები და შეუძლიათ მშობლებს რო იყიდონ და თვითონ იყვნენ ინსტრუქციას დროს ყველა მიეჩვია გარკვეულწილად ოჯახშიც ტესტის გაკეთება. ძალიან მარტივი ეტაპები არის, როგორც COVID-ზე ისევე შეუძლიათ რომ აიღონ სწრაფი ტესტი და შესაბამისად ძირითადად ვასწავლით ხოლმე ჩვენც ახლა რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ხო? ჩვენ პირველ რიგში უნდა სუნთქვის სიხშირე ვაკონტროლოთ, რამდენად იღებს სითხეს ბავშვი, არის თუ არა მივარდნილი, როდესაც ტემპერატურა არის უკვე დაწეული და ასევე გვაინტერესებს თვითონ ზოგადი ანუ თვითონ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, დინამიკა როგორ ვითარდება. ჩვენ ძირითადად დინამიკაზე ვეუბნებით, რომ ეს ცხელება შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი და უკვე სადღაც მე-5-მე-6 დღიდან უნდა ველოდოთ გაუმჯობესებას. ერთ-ერთი გაუმჯობესების ვარიანტი იქნება ალბათ ის, რომ ცხელებებს შორის ინტერვალი გაიზრდება. კი ბატონო, და თუ აქამდე ვერ მოახერხა მშობელმა მისვლა, ამ შემთხვევაში ნებისმიერ ვარიანტში უკვე უნდა მივიდეს პედიატრთან და გარკვეული კვლევებიც ალბათ დასჭირდება მერე ჩასატარებლად. დიდი მადლობა რომ ტესტი ახსენეთ, იმიტომ რომ ტესტის გაკეთება ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსხვავება ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულია და არა მარტო მშობელს, ჩვენც გვიჭირს რომ სხვა ვირუსული ინფექციისგან გრიპი განვასხვაოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ეს ნამდვილად გრიპია და მას სხვა ყველა ვირუსული ინფექციისგან განსხვავებით რატომ გვინდა რომ გავაკეთოთ ვირუს განსხვავებული მკურნალობა აქვს და აქ არის საშუალება რითიც ჩვენ
შეიძლება ვირუსი გავაჩეროთ. სხვაგან ჩვენ უძლურები ვართ ხშირად და სიმპტომურად მკურნალობთ ვირუსულ ინფექციას, აქ შეგვიძლია რომ ვირუსზე ვიმოქმედოთ. თუმცა ბევრი მშობელი და სამწუხაროდ ხშირად ექიმიც ზოგჯერ დადასტურებულ გრიპის შემთხვევაშიც უარს აცხადებს თქვათ ამ პრეპარატის გამოყენებას. აქ შეგიძლიათ რომ რაღაცა რეკომენდაციები გითხრათ. ხო, აქ ნამდვილად ესე არის შემთხვევები, როდესაც თავს იკავებენ. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ყველა პრეპარატს გვერდითი ეფექტები ამ პრეპარატსაც აქვს. სიცხის დამწევებსაც, მათ შორის კი ბატონო, სიცხის დამწევის ანოტაციასაც წავიკითხოთ. შეიძლება ისეთი გართულებები ვნახოთ, ალბათ აღარ მოგვინდეს რომ მეორე დავნიშნოთ, მაგრამ როდესაც არის ჩვენება, გვიწევს ამის დანიშნვაც, ხო? და რადგანაც ეს პრეპარატი Tamiflu, რომელიც გამოიყენება ამ შემთხვევაში, პირველ 48 საათში ყველაზე ეფექტურია, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მისი ქითაც დაინიშნოს. ამიტომაც მაგიტომ არის აუცილებელი, რომ ბავშვი შეფასდეს, მისი სიმძიმე შეფასდეს, არის თუ არა იქ თანდართული ბაქტერიული პროცესი, ესეც რომ განირჩეს, რომ ამის მიხედვით მოხდეს ზუსტად სიმპტომური ან მიზანმიმართული მკურნალობის დანიშვნა. რამდენად ხშირად, ეხლა თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, თქვენ რამდენად ხშირად ხოდათ? ეხლა თქვით, რომ აი ოტიტები იყოს, თქვა სხვა კიდევ რა გართულებები შეგხვდათ? ეხლა, შეიძლება ეს არ იყოს გრიპი და იყოს სხვა ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, მაგრამ რა გართულებები იყო, რომლითაც ხშირად მოგმართავდნენ პაციენტები? დავითი ციტყვის ალბათ, მაგრამ მე პირველი პნევმონიები ან ფილტვის ანთება და ოტიტები მომხვდა ესე, რაც მახსენდება და პატარებში იყო პნევმონიები ატელექტაზებითაც სხვათა შორის 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც ეხლა მახსენდება პირადად ყველაზე ხშირი. და ზედასასუნთქი გზების, ბაქტერიული პროცესებიც ხშირი იყო. კი ბატონო, და ალბათ მოდით ისეც უთხრათ დედას, რომ თუ ვთქვათ რაღაც თქვენ პრინციპში ბრძანეთ ეს ყველაფერი, როდის აუცილებლად მიმართოს, ხო? მანამდე ვთქვათ სიცხე ქონდა არ მივიდა, მაგრამ აი ეს კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის სიმპტომები, თქვენ ეს ბრძანეთ, როცა აუცილებლად ექიმთან უნდა მივიდეს, იმიტომ რომ რისკი უკვე რომ გართულდა რაღაცა, მათ შორის ბაქტერიული ინფექციით შედარებით მაღალი. მოდი მაშინ იმასაც ვიტყვი, სუნთქვის სიხშირე როგორ უნდა დათვალონ და გუნკერზე უყურებთ და ვაკვირდებით ერთი ჩასუნთქვა, ერთი ამოსუნთქვა არის ერთი ციკლი და ასაკის მიხედვით უნდა დავითვალოთ, ასე ნორმალს. ერთ წუთში რამდენი არის რაოდენობა ასაკობრივი ნორმები შეგვიძლია ინტერნეტშიც მოვიძიოთ და ჩვენ პლატფორმაზეც გვიდევს, რომ ასე არ ჩამოთვალოთ და ძალიან არ გაიწელოს. თუ მეტი არის ნორმაზე, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივიდეთ ექიმთან. მეორე, რასაც ვაკვირდებით, აუცილებლად გვაინტერესებს სითხის მიღება როგორი აქვს ბავშვს, სითხე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ განვითარდეს გაუწყლობა და გაუწყლობასთან შემდგომ დაკავშირებული პრობლემები, ხო? იმიტომ რომ ზედასასუნთქი გზების ინფექციების დროს, ვირუსული ინფექციების დროს, რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს ბავშვები შეიძლება არ დაემორჩილონ ამ ასე ვთქვათ მითითებას, რომ სითხე მიიღონ დასრულებისგან განსხვავებით და ამას მოყვეს გაუწყლობა, ხო? გარდა ამისა, უნდა დავაკვირდეთ, რამდენად აქტიურია ბავშვი, როდესაც ტემპერატურა დაიწევს, კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ ტემპერატურა როდესაც გვაქვს ჩვენს ბავშვების და ალბათ ყველა კი ბატონო, მოთენთილები ვართ და დინამიკას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ. დადებითი დინამიკა თუ არ შეიმჩნევა და მეხუთე, მეექვსე დღისთვის არ არის უკვე გაუმჯობესება დაწყებული, ნებისმიერ ვარიანტში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ მიხვიდეთ კლინიკაში ან თქვენს ექიმთან პედიატრთან რომ შეაფასოს. კიდევ ერთ ვირუსულ ინფექციაზე მინდა მაინც რომ მივცეთ რეკომენდაციები ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ ხშირია, ამ სეზონზეც გვაქვს, ჩვენ ხშირად ამას ცრუ კრუპს ვეძახით, რომელიც ხშირად ძალიან ძლიერ შეშფოთებას იწვევს მშობელთან, იმიტომ რომ უეცრად ღამე ხშირად ვითარდება შეტევა და მოდით ბატონო დავით ამაზეც ვისაუბროთ, რა დაავადება არის, რა კლინიკით მიმდინარეობს, რა პირველი დახმარება შეიძლება გააკეთოს მშობელმა და როდის აუცილებლად მიმართოს ექიმს. ბატონო, ესეც საკმაოდ ხშირი არის და პარაგრიპის ვირუსი არის ძირითადი გამომწვევი და შეიძლება ბავშვს სიცხეც არ ქონდეს ამ დროს, უბრალოდ უეცრად ღამე იწყება ხველა, სპაზმი, იცვლება ხმის ტემბრი და ბავშვს აქვს ეგრეთ წოდებული სტრიდორული სუნთქვაც უმეტეს შემთხვევაში. პირველ რიგში რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ და რაც შეიძლება კლინიკაში გაკეთდეს, მოდით ეს ორი რამე გავხოთ. პირველი რაც დედას შეუძლია სახლში გააკეთოს არის რომ ბავშვი მაქსიმალურად დაამშვიდოს, იმიტომ რომ თუ ის აჟიტირებული არის, ეს მოქმედებს ამ მდგომარეობაზე.
მეორე რაც არის ის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ვენტილირება იმ უბნის, სადაც ბავშვი იმყოფება, ან პირდაპირ სუფთა ჰაერზე გაყვანა და მესამე არის უკვე სტეროიდული, ასე ვთქვათ, საშუალება, რომელსაც ორალურად გამოიყენებს მშობელი. ეს სამი რაღაც შეიძლება გაკეთდეს სახლში, შეიძლება ამ სტეროიდის მიცემა განმეორებითაც მოხდეს, მაგრამ თუ შედეგი არ დგება, შემდეგი ეტაპი არის უკვე ბავშვის გადაყვანა, იმიტომ რომ იქ არის უკვე სხვა საშუალება, რომლით ინჰალაციად სასურველია უკვე გაკეთდეს. რომელსაც ჩვენ ბინაზე ვერ დავნიშნავთ, რომელსაც ბინაზე სასურველია რომ არ დავნიშნოთ, იმიტომ რომ გარკვეული გართულებები შეიძლება მოყვეს და ამიტომ ექიმის მეთვალყურეობა ნამდვილად საჭირო არის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო რჩევები. თქვენ ისედაც ანებიურებთ თქვენს მაყურებლებსაც და ვთქვათ სოციალური მედიის მომხმარებლებსაც რჩევებით. ისევ ვიტყვი რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ ნამდვილად განათლებული მშობელი ეს ძალიან დიდი დახმარება არის ჩვენთვის და პირველ რიგში ეს არის პატარას ჯანმრთელობის შენარჩუნება. მადლობთ თქვენი საქმიანობისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ მაყურებელსაც დავემშვიდობები და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.